მე უშენოდ უხდოდ მთვრალი ვარ გამოჩნდები ზედადარი ვარ დაირავარ საზარდარი ვარ შენით მკვდარი სხვისთვის მთვრალი ვარ ლავწახვედი თებს მიეფარე ჭირში მყოფი არ შემიბრალე თებს ძალე გავს ცრემლი მჩქეფარე ბულბული ვარ შენზე მყეფარე შენით ფიქრობ ღამით ბნელითა შენით ფიქრობ დილით მღერითა გენაცვალე ცისაფერითა სადაც ვიყო მოვალ ფრენითა ვინოდ მასმე წყაროს წყალია მდინარე ხარ არა მცალია როცა მოვკვდე შენთანა შენ ახლო ხარ მაღლა ღმერთთანა როცა მოვკვდე შენთანა შენ ახლო ხარ მაღლა ღმერთთანა მე უშენოდ უხდოდ მთვრალი ვარ გამოჩნდები ზედადარი ვარ ზედადარი ვარ ძალიან დიდი მადლობა. სიმღერით. აკლია. ელი. არაფერი საერთოდ ექიმები რო კარგად მღერიან და სუპრასთან დაკავშირებით გეუბნები. ყველაფერი რო კარგად გამოსდის ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ აქ ერთი დამატებითი მომენტია გვარი, ხო? თქვენი, რომელიც ნუ ყველამ ვიცით, ყველა ვაფასებთ და მიუხედავად იმისა, რომ დებიის ხნელების შესახებ ბევრი რამ ვიცით, მათი ძმის შესახებ შეიძლება საკმარისი ინფორმაცია არც გქონდეს ჩვენ მაყურებელს, ხო და აღმოჩენებიც გააკეთეთ. ხო, და ეს ტრადიციაც გრძელდება, ასე ვთქვათ. აჰა. ყველაზე მუსიკალური არსებობს, ხო? ყველაზე მუსიკალური გვარი, ასე ვთქვათ. კი, თეზიც არსებობს და ეს ახლა ჯონის უყარს ხოლმე მაგის და მაგის ხრიკები ხა თემის გამოწერა. ძალიან და რო არ მოვიტყვილო და ესეთი ძალიან გასახმაურებელი არის ხო იცი ეს ისაბარია ბატონო ჯონი. როგორც დღეს ვართ ჩვენ. ხო და არის ესეთი ფაქტი, რომ იყო რაღაც სერიოზული კონფლიქტი გალაქტიონთან. რა გალაქტიონს უყვარდა ბებიები მაშ პატარები იყვნენ და იმ ტრადიციებში თურმე არ შეიძლებოდა ქალების სცენაზე გამოსვლა. და იყო ესეთი მომენტი, რომ კულისების უკან იდგნენ, ახმოვანებდნენ რაღაცას, ამაზე კიდე თანხმდებოდნენ და რამოდენიმეჯერ ხა გალაქტიონი რისი გალაქტიონი იყო, რომ არა ამ ტრადიციულ ჩარჩოებისთვის და რაღაცა წაუყვანია და ბაბუას სერიოზად ხა ბაბუა იყო დუელებში ნამყოფი კაცი. ხა ეს ის პერიოდია და 60 არა
96-ში იყო დაბადებული 1896-ში ბაბუა და ეს იყო უფროსი ძმა მათი. ხო და ნუ ახლა ამ დუელებში და იმაში ნამყოფი ადამიანი რომ ღირსების გულისთვის ეხა ვიღაცამ ცუდა. დუელებში ესე სუიგებდა? ეგრე გავიგე კატასტროფებში იმიტომ რომ თავისი იმით ხო შემთხვევაში ეხა მაინდა-მაინც შუბლის გახვრეტა როგორც ჩანს არ იყო იმ დუელშიც რაღაცები და აი ეს არის ბაბუ არ არის პორუჩიკი იშხნელი რო არის. არა ის ისნელია ვერა პოღოჩაშვილია ვერა კაი ხოდა აი ყო ესეთი დუელზე ვლაპარაკობ და გალაქტიო მე დაუბრიტესო მოხდა ესეთი რომ რაღაცა კონფლიქტი იარაღი უსწრია გალაქტიონისთვის თალმოსაკლავად არის რო და ალბათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეორეჯერ არ გნახო და რაღაც ეგეთი ისეთი და სხვათა შორის ქიმის შემდეგ შემოვიდა პესიმიზმი სხვათა შორის არა ხომ ესეთ სხვათა შორის იმიტომაც იყვნენ რომ თავად იშხნელები თვითონ გამოჩნდნენ 40 წლის ზემოთ იყვნენ როდესაც ესტრადაზე გამოჩნდნენ და ხო ღიათ იმიტომ რომ ეს პერიოდი იყო უკვე ნუ იქ ომის პერიოდი იყო რა გალაქტიონი ამბობდა კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე ამ მაგაზე დაწერა იშხნელები იცით რა მაინტერესებს უნებრივია ეს სუფრა წარმოუდგენელია სადღეგრძელოების გარეშე ხო გლიცინის თავი გლიცინის საბინძოლე ხა ვის რა თუნდაც დარიგებები და რაღაცა აი სადღეგრძელოებიც გლიცინურია არა გაზება დაგვიბაროს სადღეგრძელო მან როგორ არის ჯონი იწყებს სერიოზულად მე კახა ამიწევს ტოპკას და მე ვავითარებ გლიცინს აბა ეხლა როგორ შეიძლება სერიოზული სამძელოების უბრალოდ არ არის სერიოზული აი რა ისო სერიოზული სამძელო ეხა ადრე არ იყო კომუნიკაცია, არ იყო პირწიგნაკი, არ იყო პირწავარდნილი ტელევიზია, არ იყო რადიო, არ იყო არაფერი და ესე იგი წარმოიდგინე სოფელში ჩამოდიოდა კაცი, რომელსაც რაღაცები წაკითხული ქონდა ახალი და იჯდა და უსმენდა პირდაღებულები. ეხლა ამ პადალა ბავშვებმა ბანდიტებმა ყველაფერი იციან და შენ რო დაუწყო მოყოლა. ამიტომ უნდა გამოაცხადო ნომრები. და უნდა წახალისო სუფრის წევრები და ეგ არის თამადობა და ამასობაში ერთი-ორი რაღაცას ისე ჩაურთავ, მოკლედ, მეკლედ. ანუ უნდა კონდეს მესეჯ ბოქსი და ნელა პატარა თამადის მესეჯ ბოქსი. ახლა ჩვენ უშვებთ სიქს მაგაზე. ექიმები არ ხუმრობენ თამადის მესეჯ ბოქსი. და მე ესე ძალიან მოკლე რაღაცა. ხო, მაგრამ ეგ სანტომეულია. ხო, სანტომეულია. თამადობა სოფლად. არა, თამადობა ავადმყოფის პატრონებთან. ავტორთა კოლექტივი მოხსენებულია. როგორ გამოადგება ბევრ ადამიანს და სხვადასხვა სიტუაციებში. ეგ უნდა ძალიან კრეატიული შემოქმედებითი რაღაცა სიახლე, ანუ ხო, მაგრამ ყველას ნამდვილად არ მაგრამ გამოვა, რაც არ უნდა. თავარი არის, რომ თავარი მისია რა იყო. რომ თამადა იყო მსახური თითოეული სუფრის წევრის და თუ გააგრძელებ აი ამ ფორმულით თამადობას ახალგაზრდობაც მიიღებს. თორე აი ხო გეუბნები, აი აგრესია აქვს ხოლმე ამ თამადობას და როდესაც იძახია რომ ტრადიციული სათგრძელოები არ არსებობს ეგეთ რაღაცა. თამად არის აი ფასილიტატორი, მედიატორი, აი ამ სუფრის თითოეული წევრის მსახური, რომელიც არეგულირებს მას და სხვათა შორის უფრო შემზღუდავია ვიდრე წამახალისებელი, დამაძალებელი ქართული თამადა არ ყოფილა, არაძალებდა არასდროს. პირიქით ეუბნებოდა იქნებ მეტი. ერთი გამოტოვე. აი ეგ იყო ქართული და აი იმაშობოდა რეგულირ ადმინისტრატორი იყო, CEO-ს რო ეძახიან ახლა. ზუსტად. Chief Executive Officer იყო. და ხოდა ეხა არ შეიძლება უტრირება რომ აი ზუსტად ასე გაგრძელდეს და შეგადაში ეხლა თუ აი შეხედე რომ შენს სუფრის წევრებს მოუნდათ აი ლექსი უნდა იგრძნო და მოუყვე და არ უნდა დაუშალო და არ უნდა იყო ყალბი და არ უნდა იყო დაგეგმილი და როგორც სიმონიკა ამბობდა ცნობილი თამადა ჭიქას ხელს რომ მოგდება სადღიძელო თვითონ შემოგისკუპდება ჭიქაზეო და აი ის უნდა დალიო. აი ემოცია, იმპროვიზაცია. აბსოლუტურად გეთახმებით ნამდვილად. ეგ და დღესდღეობით აკლია ესეთი არაყალბი და ესეთი. და ზუსტად ამ იმპროვიზაციის ნოტებს წერთ ახლა ჯორჯთან. რას წერთ? ნოტები კონკრეტულად? ნოტებზე არა. რა გითხრათ? აბა ღლიცის ვიწყებ. დაწყებულია გამას უკვე ხო ხედავ. სხვადასხვა საახალწლო ტრადიციებზე ვსაუბრობდი და კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ, არ ვიცი რატომ, ეს არის მეკვლის ტრადიცია. და მე ეჭვი მაქვს, რომ აქ ჩვენ სტუმრებს ალბათ ხშირად თხოვენ ძალიან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვთქვით, რომ და ვამბობთ სულ, რომ ყველა პროფესია დასაფასებელია, ნუ მათი პროფესია მართლა უკონკურენტოა და თან კურნავენ არა მარტო
კონკრეტული რეცეპტებით და წამლებით, თავისი განწყობითაც, რაც დღეს დაადასტურეს და მგონია რომ ბევრს ენდომება რომ ახალ წელს სწორედ ეს დაებედოთ და ვინც სიმბოლურ დანიშნულებას აძლევს ამ ყველაფერს, შეიძლება გონია რომ ჯანმრთელობა იგივე ეს კარგი განწყობა მეკვლესთან ერთად მივა მათთან და არ ვწდებით მეკვლესთან დაკავშირებით. მეგობარი მყავს თქვენი კოლეგა უпроსორეთ მსახიობი ახლა არ დავასახელებ სახელს და გვერდს ოღონდ შემოგვაბერდა უცოლშვილოთ და ერთ ეს იდენტიფიცირებადი ერთი მსახიობია ასეთ ცოლი არა ხო და ერთხელ რომ მივედი მიიღეს ბინა და დედამ თქვა რომ იქნება რამენად ცოლი მოიყვანოს მომავალწელსაც მოდიოდა მე ერთი 6 წელი დავდიოდი მაგასთან მეკლედ და მე 6 წელს რომ ძმამ მოიყვანა ცოლი მე აღარ შემიშვეს სახლიდან ამით დასრულდა ბინებს ყოველ წელს იღებდა არა ბინებს არა ცოლის მოყვანაზე იყო აქცენტი ჩაფიქრებული მაკომ აღნიშნა პროფესიაზე ყველაზე საპასუხისმგებლო ყველაზე რთული და ალბათ ეს ის პროფესიაა რომელიც არ აღიარებს სადღესასწაულო დღეებს და დასვენებებს ხომ ალბათ თქვენს პრაქტიკაშიც ყოფილა შემთხვევა როდესაც თუნდაც 31-ში პირველში გიწევდათ მგონი პირიქით უფრო აქტიური მუშაობა ჩვენ ყველას აქვს პრაქტიკოსი ექიმები ვიყავით ყოველთვის ნუ ახლა გია და გოგიტარჩებიან პრაქტიკოსებად მე ხა ჩვენ ცოტა საორგანიზაციო მიმართულებით წავედით და ყველა მე არ მეგულება ესეთი ახალგაზრდა რომელსაც პირველი შედგმა ფეხის საუნდტროპოში ახალი დაწყებული მუშაობა და იმ წუთშივე აჯახებენ ის რომ ახალწელს უნდა იყოს მორიგე ეს ყველას გამოგვივლია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, მე რამდენიმე სამსახური მაგასა გამოწვევ. მიყოლებით სულ ახალწელს ვიყავთ. ყოველ ახალწელს ასე მიწევდა ჯერ ინტერნატურაში, მერე დავიწყე მუშაობა ნარკოლოგიურში. ნუ მოკლედ არ მაგდა, მერე თავდაცვის სამინისტროში ომი რო დაიწყო, იქ მომიწია სამხედრო ექიმად მუშაობა და მოკლედ ახალი წელი. როგორია 31-ის ღამით რომ მგონია რომ ფილმს გადაიღებ, კამერა რო და მონტაჟოს ავადმყოფოში მიმღებში იმღეს. კომუნისტების დროს აწყვეტილი ასეთი არაფერი არ მახსოვს. მე ჟანიაში მუშაობდი ბავშვთა ნევროლოგიაში და აუ შეიძლება დაიძინებო ხო შეანათო მთელი ამბავიო გიანატრიაშვილმა მითხრა ჩემი ხელმძღვანელი ვინც იყო. არ გაჩერდა და არ გაჩერდა რა. შემოსვლაზე იყო და ყველა ჩემთან კი არ შემოდიოდა სხვაგან ნევროლოგის კონსულტაცია და დავაი გავრბოდი ხო იქ. აი მე ერთხელ მე გავაკეთე ისეთ რაღაცა ვერ მოვყვები. მოყევი. აი მოყევი გოგიტა. ესე რა შეხვეწეთ. ახლა მივედი და ესე იგი ახალგაზრდა ექიმები ვიც ვიყავით ყველანი იყო გოგონები და მე ვიყავი ბიჭუნა მარტო მაშინ. ესე იგი ჩვენი კვოტა როცა მოდიოდა რამოდენიმე წელი წაეწყო ისე რომ მოვედი სამსახურში ნახე პაციენტები არიან ჩვენზე კარგად. ამ დროს არის მიღების დღე. ეს არის კომუნისტების დრო. მაშინ პატარა ეს რო გაეგოთ მე გამაციმბირებდნენ. და დავრეკე ისეთი ბოხიხმით. სასწრაფო დახმარების დისპეჩერს თავარ დისპეჩერს შემოერთეთ. ვიბძანდებითო სამინისტროდან გირეკავთ მაშინ ნომერი ხო არ იწერებოდა ხო ეცით რა მე მინისტრის დავალებით გირეკავთ ქალაქის პირველ საავადმყოფოს ნევრული პროფილის პაციენტები არ გააგზავნოთ გადატვირთულები არიან ამ დროს ცარიელია გაყოფილება და როგორ ჭრიდა მაშინ ისე გამომწეთი კარგად პაციენტებს მოუტანეს პურბარილი პატარა გავაწყვეთ დალევა არ შეიძლება ხა მორიგეობაზე აი მორიგეობაზე ამბობე ლეგენდებს არასდროს არ შეიძლება ეს როგორ და ესე კარგად ტელევიზორი ჩაბა ტელევიზორი დიდი ამბავი იყო პურმალი გავშალეთ საორდინატოროში ეს ნახევრად მორჩენილი პაციენტი აი გასაწერად გამზადებული პაციენტები და ესე გემრიელი ახალი წელი არ მახსოვს რა თან ვიყავი საავადმყოფოში და თან დაუძაბავად დილამდე კომუნისტების პერიოდში აი ხა გოგიტამაც გაიხსენეთ ხა 82 წელში მე რო დავიწყე მუშაობა პაციენტები ძირითადად უმეტესობა რაღაცა გარკვეული პროცენტი წვებოდა იმის გულისთვის რომ მიულეტენ და ცოტა დაესვენა მაშინ ანაზღაურებდნენ რეაბილიტაციაზე ახალი წესი ყველა ეწერებოდა ხოლმე როგორც წესი განყოფილებები იყო ცარიელი უმეტესობა განყოფილებები მეც ესე შევხვდი ახალწელს ერთ პაციენტთან რომელსაც უბრალოდ წასასვლელი არ დარქონდა იმიტომ რომ ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული ვისი კაცო ფეხის ნუ მაშინ არა მაშინ სხვა პროფესიით მუშაობდა მაშინ სიზორფე სალომე ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ ეხა მე 2 წელია რაც ბავშვთა ინფექციურში ვარ დირექტორად და ამბად მინდა მოგიყვეთ და ცოტა შევაშურო ჩემი კოლეგები ნუ ჯერჯერობით წელს ვამთავრებთ იმით რომ ვაჯამებთ წლის საუკეთესო ათეულს და იმათ ვაჯილდოვებთ შემდეგ ფრანგულის უნაამოები და მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ რა ბედნიერები არიან ის პატარები რომლებიც პირველში
ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებიან და მე ვიკეთებ წითელ გასტუხს თეთრ ხალათი, სადაც მაცვია წითელ პომპონჩიკიან კურს და ყველასთან შევდივართ მისალოცად. და ბავშვების აღფრთოვანებული სახელები. წერები არ მიკეთია, თოლის ბაბუ არა ვარ, თოლის ბიძია, ექიმი ვარ, მაგრამ ხო, ცოტა სხვანაირი ფორმით. ესეთი ბედნიერი სახეები იშვიათად შეიძლება ნახო. ბავშვი, რომელსაც სისტემა აქვს ჩადგმული, კატეტერი უყენია რაღაცა წირის და ამ დროს შემოდის ვიღაცა გადანახევრად გადარეული წითელი კუდიდამი და ულოცავს ბავშვებს. ახალწელს ახლა მე ახლა კენჭი მინდა ვისროლო ჩემს კოლეგებთან. რომ მიბაძეთ გოგიტა კვერნაძეს თქო. ხო და ძალიან კარგი იქნება თუ სხვებიც მიბაძავენ აი ამ ჩვენს ამბავს და ამბავი როგორ არის ბოილ მარიოტის კანონივით არის მეც ჯონი ჩვენგან დამოუკიდებლად მომივიდა და წელს საუკეთესო ექიმი ჩვენთან ინსტიტუტში ჩატარდა ესა რა ქვია აი ეს ფარული კენჭისხრა და გამარჯვებული გაუშვით პარიზში სუნამოს ამოსარჩევად რა კარგია. ერთი ხო? თვითონ არც. ერთი არჩევს და შემდეგ მეორე წლისთვის კიდევ მე. ჩვენ სამსახურსაც ხო არ ვთხოვთ გავსი რა. ფარული დაჯილდოება. რა საერთოდ ჯობია ადგილზე ჩასვლა რა. რა თქმა უნდა. ყველაფრის ტრანსპორტირებას ეს მართალია. ბატონო გოგიტა, მე პირადად სიამოვნებით მოგისმენთ დაუსრულებლად, იმიტომ რომ მგონია რომ ეს თქვენი ხუმრობები ისე კურნავს როგორც არც ერთი წამალი, მაგრამ სიამოვნებით და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ შესრულებას. თან თქვენ გაქვთ ის, რაც ბევრ პროფესიონალ მომღერალს აკლია ხოლმე ხშირ შემთხვევაში არტისტიზმი, კი, რაც არანაკლებ ფასობს ვოკალურ მონაცემებთან შედარებით. კი და ქართული ჰანგები რო ძალიან უხდება სახელმწიფო პერიოდს, მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ კუბურზე რა სიტყვოდი ჩემო მაკო? ინგლისური ხო ნახეთ როგორ? დიახ. ეხლა ნახეთ ბატონო გოგიტა, ძალიან გთხოვთ რომ por favor იქნება სწორი ნეტა, მაშინ por favor. კი ბატონო. ესე იგი კუბური სიმღერაა, ხო? დოს გარდენიას ანუ ეს არის ყვავილი, ორი ყვავილი, რომელიც მიუძღვნა შეყვარებულმა ქალბატონს და ეხოცება რომ ორივე გაახაროს და ერთი ჩათქმული აქვს რომ ის არის, მეორე ის არის, შემდეგ ერთმანეთს ეს ყვავილები ეჭდობიან, მე ამას უჩდება ეჭვი რომ ერთი ყვავილი შეიძლება ესა და ეუნება არ დააჭკნეს ყვავილიო და ორი ვარიანტია მარჩინადო, მაგრამ მე მაწყობს კუბური ვარიანტი ტერმინადო, რაღაცა ტერმინადო და რო არ დააჭკნეს ეს ყვავილი და თელი ამბავია რომ ესე იგი აქედან ეს ეკალი არ შეუშავს. ეს არის სიმღერა ბოლერო, ანუ სიმღერა ცეკვა და თან ცეკვავს თან ისე დაგვაიტრიგეთ რომ ერთი სული მაქვს მოვისმინე. და ჩვენი სიმღერას შემოგთავაზეს ბატონი გოგიტა ფიდელ კასტროს სახელობაზე. ხო ბატონო გოგიტა. რომელიც არაერთხელ შეუსრულებია ქართულ საახალწლო სუფრაზე, ასე ვთქვათ. ძალიან ყურადღებით გისმენთ. Dos gardenias para ti, contendrán de la aquí. Te quiero, te adoro, mi vida. Ponle todo tu atención, ponle todo tu corazón y el mío. Dos gardenias para ti, contendrán todo el calor de un beso. Beso contrario. De esos besos que te di y jamás encontrarás y el calor te troqueré. A tu lado vivirán y se hablarán como cuando estás conmigo. Y hasta creerán que te dirán te quiero. A tu amor están darse las gardenias de mi amor. Se muere. Es porque adivinando que tu amor se ha terminado, porque existe otro querer. A tu lado vivirán y se hablarán como cuando estás conmigo. Ya hasta creerás
que te dirán te quiero. Ana, pero estándar ser las gardenias de mi amor se mueren. Es porque adivinando que tu amor se ha terminado, oh, que existe otro que ბატონო გოგიტა, ისეთი body language გაქვთ, რომ ყველაფერი გავიგე, რაზეც სიმღერეთ, მართლა ყველაფერი გავიგე. მე მგონი დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებული დაწყება იყო საახალწლო არდადეგების შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მართლა დაუსრულებლად შემიძლია თქვენთან ერთად ვიჯდე, ვისაუბრო, მოვუსმინო თქვენ სიმღერებს და თქვენ სათხგრძელოებსაც და შვიდად ვარ კიდევ ერთხელ დავშვიდი, იმიტომ რომ ესეთი ექიმები ყავს საქართველოს, გარდა იმისა, რომ შვიდად უნდა ვიყო ჯანმრთელობის ამბავში, ესეთი ნიჭიერები მღერიან, ხუმრობენ, მოკლედ არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევიან და გარდა იმისა, რომ საუბრობდით ახალწელზე და შობაზე, გისურვებთ წარმატებულ წელს, რა თქმა უნდა, თქვენ პაციენტებს და დავამტკიცეთ, რომ ყველაფერს მოვერევით თან ესეთ ექიმებთან. პირველში დაპატიჟებული ხართ ჯონისთან. დამახსოვრებული ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შევისვენო და სულ ცოტახით.